ამ მსახიობს ნუ თუ არაფრის არ ეშინია, ან ამ რეჟისორს ნუ თუ არაფრის არ ეშინია, ესეთი უღმერთოები როგორ არიან, ესეთი ღმერთ დაკარგულები როგორ არიან საერთოდ. მე ვთვლი, რომ ეს არის ნედაცემულობის და ღმერთ დაკარგულობის ფსკერი. გული დამეწვა, რო უყურებდი, როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი 100,000 ქართველი მოწამე შთამომავალი ადამიანი ესეთ დონეზე დაეცეს, ესეთ დონეზე დავარდეს, ესეთ ფსკერამდე დავიდეს. ქართველი მოწამეები შთამომავალი, რომლებიც დაუფიქრებლად წირავდნენ საკუთარ თავს ქრისტეს გამო. ეს წარმოუდგენელია ცენოძვიფასება. არის რაღაც საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია. არ შეიძლება ამის გატარება არავითარ შემთხვევაში. ყოველმა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველმა აუცილებლად უნდა აიმაღლოს ხმა. ყველამ თავისი ტრიბუნიდან თავისი სათქმელი აუცილებლად უნდა თქვას. მთელმა ქვეყანამ, მთელმა ერმა უნდა გამოუხატოთ ერთხმად. ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ. აუცილებლად უნდა დაიგმოს. უნდა დაიგმოს სახელმწიფო დონეზეც, სამთავრობო დონეზეც. უნდა დაგმონ თავად თეატრალებმა. ხელოვნების მოღვაწეებმა უნდა დაგმონ ეს ყველაფერი. აი, იცით როგორი განცდა მქონდა ეს კადრები რომ ნახე? აი, ორი რაღაცა გრძნობა ირეოდა ჩემში რა. თან რაღაცა საოცარი ბრაზი, რომ აი, წარმოუდგენელ რაღაცას ვისმენდი. ქართველი ადამიანისაგან. დამავდროულად რაღაცა უკიდურესი სიბრალული ადამიანის მიმართ. ქართველი ადამიანები, ჩვენი შვილები არიან ეს ადამიანები, ცენოძვიფასება. ვინც ღმერთს აგინებენ, აი ეს სახალხოდ აშკარად, დასინიან ჩვენს რელიგიურ გრძნობებს, დასინიან ყველაფერს ღირებულს, ქართულს, ტრადიციულს, ოჯახს ქართულს. ეწევიან რაღაცა უზნეობის პროპაგანდას. ეს სიკვდილია, ხალხო, ეს სიკვდილია. ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. აი ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. აი ამაზეა თავიდანვეც რო საუბრობდით. აი ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე, ქრისტიანულად მოაზროვნე ქართველს. აი ამას არის რომ ვიბრძვით ჩვენ, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვიბრძვით, აი ამაზეა საუბარი. რამაც აი ეს შედეგი დადო დღეს. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელი და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს შეჩენილი ქართული. აი ამის უნდა გვეშინოდეს უპირველეს ყოვლისა. და თავისუფლება ქვია ამ სპექტაკლს. თავისუფლება. ხედავთ თურმე აი ეს ყოფილა თავისუფლება ამ ადამიანებისთვის და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის, როდესაც აი ეს ღიად თამამად შეუძლია რომ ღმერთს აგინოს სენიდან. აღარანაირი სიწმინდე, არაფერი წმინდა აღარ არსებობს ამ ადამიანებისთვის. საშინელებაა ეს ხალხო, ტრაგედია, დროულად გამოუფხიზლდეთ ყოველი ჩვენგანი.